ვაუ, შეხებე ამას. შთამბეჭდავია. მივახციეთ იმას, რომ ამ ავოკადოს ნერგს მხოლოდ 5 კვირაში განევითარებინა ფესვების დიდი რაოდენობა, რაც ბევრისთვის თითქმის შეუძლებლად ითვლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს რთულად გასამრავლებელ მცენარეებთან, როგორიცაა ავოკადო. და ყველაზე საოცარი ის არის, რომ ეს შევძელით მასალებით, რომლებიც თითქმის ყველა სახლში გვაქვს და ერთი დიდი საიდუმლოს წყალობით, რომელსაც ამ ვიდეოში გაგიზიარებ. და ამის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩვენ გამოვიყენებთ უბრალო პლასმასის ბოთლს. არ აქვს მნიშვნელობა ზომას ან სისქეს. შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი, რაც სახლში გაქვს. მე ამ ბოთლს გამოვიყენებ, რადგან ასეთი ნერგებისთვის ძალიან მოსახერხებელია. ახლა, როგორც ხედავ, ვნიშნავთ იმ წერტილებს, სადაც პატარა ხვრელებს გავაკეთებთ. როგორც კი წერტილებს მოვნიშნავთ, დანით ან სკალპელით ძალიან ფრთხილად გავუკეთებთ ხვრელებს, ზუსტად ისე, როგორც ვიდეოში გაჩვენებ. კარგი, ახლა როცა ხვრელები უკვე გაკეთებულია, შემდეგი ნაბიჯია ბოთლის შუაზე გაჭრა. ეს ნაწილი, რომელსაც ახლა მოვაცილებთ, არ გადააგდო, რადგან მოგვიანებით გამოვიყენებთ პატარა სათბურის ეფექტის შესაქმნელად, რაც დაგვეხმარება ტენიანობის შენარჩუნებასა და ნერგის დაფესვიანებაში. როგორც კი ბოთლი უკვე გაყოფილია, ავირებთ ცოტა ბამბას. ეს გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ პერლიტი არ გამოვიდეს იმ ხვრელებიდან, რომლებიც ახლახან გავაკეთეთ. ამიტომ უბრალოდ ვათავსებთ ბამბას ისე, რომ მთლიანად დაფაროს ხვრელები და ამ ნაწილს უკვე დავამთავრებთ. ახლა დროა პერლიტის დამატების. პერლიტი ძალიან იაფი, ძალიან სუბუქი და უკიდურესად ეფექტური მასალაა გამრავლებისთვის. უბრალოდ ბოთლის დაახლოებით 3/4 უნდა შევავსოთ, ზედა ნაწილი კი თავისუფალი დავტოვოთ. თუ პერლიტი არ გაქვს, შეგიძლია გამოიყენო გარეცხილი მდინარის ქვიშაც. სინამდვილეში ისიც საკმაოდ კარგად მუშაობს, თუმცა პირადად მე პერლიტმა უკეთესი შედეგები მომცა და ამიტომ ამ მეთოდში სწორედ მას გამოვიყენებ. როცა ჩვენი გამამრავლებელი მზად იქნება, დაგჭირდება ჭურჭელი, რომელიც წყალს შეინახავს. ამ შემთხვევაში ღრმა თეფშს ვიყენებ, მაგრამ შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი სხვა ჭურჭელი, რაც სახლში გაქვს. ახლა კი დროა რომ ნერგი მოვიტანოთ. ამ შემთხვევაში ავოკადოს ნერგს გამოვიყენებ. ეს გამოწვევა გაჩნდა ერთი ადამიანის წყალობით, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მკითხა, იმუშავებდა თუ არა ეს სისტემა რთულად გასამრავლებელ მცენარეებთანაც. უკვე ახლა გეტყვი, რომ კი, წარმატების პროცენტმა ძალიან გამაოცა. შევარჩევთ დაახლოებით 10 სანტიმეტრიან ნერგს. ეს დაახლოებით 4 დუიმია. მთავარია, რომ ნერგი ზუსტად იმ ხვრელების ზემოთ იყოს, რაც გაუკეთეთ. თუ საჭიროა ცოტა შევასწოროთ და კიდევ ცოტა შევჭრათ, რომ იდეალურად ჩაჯდეს, უბრალოდ ასე ვიქცევით. ახლა ავიღებთ ალოე ვერას პატარა ნაჭერს და მთლიანად ნერგის ქვედა ნაწილს დავიზილოთ. შემდეგ ნერგის ქვედა ნაწილს ცოტაოდენ დაფქულ დარიჩინში ამოვავლებთ. დარიჩინი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ხშირად გამოიყენება სოკოების გაჩენის თავიდან ასაცილებლად. ამის შემდეგ ნერგს ვათავსებთ პერლიტში და ვტოვებთ საბოლოო პოზიციაში. და აი, ამ მეთოდის მთავარი საიდუმლო. აქ მაქვს იფანის ქერქი და ფოთლები. და გულწრფელად რომ თქვა, ეს არის მთავარი საიდუმლო. ეს მასალა ძალიან იაფია და შეიცავს ბუნებრივ ნაერთებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენებოდა ფესვების წარმოქმნის ხელშეწყობისთვის. მისი მომზადება ძალიან მარტივია. ვიღებთ 1 ლიტრ წყალს, დაახლოებით 1/4 გალონი და ვამატებთ 1 სუფრის კოვს იფანის ფოთლებსა და ქერქს. ვურევთ დაახლოებით 30 წამის განმავლობაში და უკვე მზად არის. ახლა ამ ნარევს ნელ-ნელა ვამატებთ თეფშზე მანამ, სანამ დაახლოებით 2 ან 3 სანტიმეტრი, ანუ 1 ინჩი სითხე არ დაგვიგროვდება. და სწორედ აქ ხდება რაღაც ძალიან საინტერესო. ტენიანობა ნელ-ნელა დაიწყებს მაღლა ასვლას კაპილარობის გზით, პერლიტი თანდათან დატენიანდება და ეს უზრუნველყოფს, რომ ნერგს ექნება იდეალური რაოდენობის ტენიანობა, არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა. და სწორედ ეს არის ის, რასაც ვეძებთ, მუდმივი და სტაბილური ტენიანობა, რათა ხელი შეუწყოთ ახალი ფესვების გაჩენას. ახლა მცირე პრევენციულ სოკოსაწინააღმდეგო საშუალებას მოვამზადებთ. ვიღებთ 1 ლიტრ წყალს და ვამატებთ 1 ჩაის კოვს წყალბადი ზეჟანგს, იმავე წყალს, რაც სახლში აფთიაქში გვაქვს ხოლმე. კარგად ურავთ და ვასხამთ შესასხურებელში. უბრალოდ ოდნავ შევასხურებთ ნერგს.
ეს ძალიან დაგვეხმარება სოკოვანი პრობლემების პრევენციაში. ახლა კი ვადგამთ ბოთლის ზედა ნაწილს და ვქნით ჩვენს პატარა სათბურს. შემდეგ კი გადაგვაქვს გამრავლების კონტეინერი ნათელ ადგილას, მაგრამ უშუალო მზის სხივების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ნერგს პირდაპირ მზეზე დავდგამთ, შეიძლება გაუწყდეს და მთელი ჩვენი შრომა წყალში ჩაგვეყრება. კიდევ ერთი პატარა ხრიკი, რომელიც მინდა გაგიზიარო, არის ის, რომ პირადად მე ძალიან კარგად გამომივიდა ასეთი გამრავლება კლებადი მთვარის დაღმავალი ფაზის დროს. რატო? ხომ კარგად, ტრადიციული სოფლის მეურნეობისა და მრავალი მეწარმის გამოცდილების მიხედვით, ამ ფაზის დროს წვენი უფრო მეტად კონცენტრირდება მცენარის ქვედა ნაწილში, ანუ ფესვებსა და ღეროების საძირკველში. ზუსტად ამიტომ, ბევრი ადამიანი იყენებს ამ დღეებს კალმების დასამზადებლად, გადარგვისა და ყველა იმ სამუშაოსთვის, რაც ფესვთა სისტემას უკავშირდება. ასევე მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიო წლის დრო. პირადად მე საუკეთესო შედეგები მივიღე ზამთრის ბოლოსიდან გაზაფხულის ბოლომდე, როცა ტემპერატურები უფრო რბილი ხდება და მცენარე თავიდან იწყებს გააქტიურებას. ასევე შესაძლებელია ამის გაკეთება შემოდგომის დასაწყისში რბილ კლიმატში. მეორეს მხრივ მე თავიდან ავიცილებდი ამას ზაფხულის პიკში მაღალი ტემპერატურების გამო და ასევე ზამთრის შუაგულში, რადგან ამ დროს ბევრი მცენარე თითქმის გაჩერებულია და დაფესვიანება როგორც წესი უფრო ნელა მიმდინარეობს. და კიდევ ერთი რამ, სანამ დავასრულოთ. ამ მეთოდის გამოცდა შეგიძლია პრაქტიკულად ნებისმიერი სახის ხეზე. თუ ფიქრობ, რომ სცადო ეს რომელიმე განსაკუთრებულ სახეობაზე ან იმ ხეზე, რომელიც ყოველთვის გეგონა, რომ გამრავლება შეუძლებელი იყო, მართლა გირჩევ მეგობარო, სცადე, რადგან ეს მეთოდი და გამრავლების ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, რაც კი ოდესმე გამომიცდია. სინამდვილეში ეს უკვე თითქმის პროფესიონალურ დონეს უახლოვდება, მაგრამ უზარმაზარი უპირატესობა ისაა, რომ ამას ძალიან მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი მასალებით ვაკეთებთ. მაგალითად, მე ამას ლიმონის, ფორთოხლის, ბროწეულის, ლეღვის, ზეთიხილის, თუთის და ზოგჯერ ისეთ დეკორატიულ სახეობებზეც ვწდიდი, რომლებიც ჩვეულებრივ უფრო რთულად მრავლდებიან. საბოლოოდ ერთადერთი გზა, რომ გაიგო, რამდენად შორს შეიძლება მივიდეს ეს მეთოდი, ექსპერიმენტირებაა. ახლა კი მოდის ყველაზე კარგი ნაწილი. 5 კვირის ლოდინის შემდეგ, ბოლოს დადგა დრო გავიგოთ. ან ყველაფერმა შედეგი გამოიღო თუ არა. და გულწრფელად რო გითხრათ, ნერვიულობა ძალიან დიდი იყო, რადგან ერთი რამ არის ექსპერიმენტის ჩატარება და სულ სხვა იმის ნახვა რა მოხდა შიგნით. მოდით ახლა გადავხსნათ. შეხედე ამას. შთამბეჭდავია. როგორც კი მივუახლოვდი, პირველი რაც დავინახე იყო ახალი ყლორტები, რომლებიც ნერგიდან ამოდიოდა. ეს უკვე საოცარი ნიშანი იყო, მაგრამ მოიცადე, რადგან აქ არ მთავრდება ყველაფერი. ნახე რა სილამაზეა. შეხედე, რამდენი ფესვი შევძელით რომ გაგვეჩინა. თეთრი, ჯამთელი, სქელი და სრულყოფილად განვითარებული ფესვები. და სწორედ ამ მომენტში იგრძნობა, რომ მთელი ეს ძალისხმევა, მოთმინება და ლოდინი ნამდვილად ღირდა. ახლა უბრალოდ ის დაგვრჩენია, რომ ნერგი პატარა ქოთანში გადავრგოთ, რათა ფესვთა სისტემა კიდევ უფრო განავითაროს, სანამ უფრო ძლიერი და საბოლოო ფესვები არ ექნება. შემდეგ კი უკვე შეგვიძლია გადავიტანოთ ან უფრო დიდ ქოთანში, ან პირდაპირ იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც დარგვა გვინდა. უბრალოდ რამდენჯერმე მოვურწყავთ, ვეცდებით ისეთ ადგილას დავდგათ, სადაც ძალიან ცხელი არ იქნება და მეტი არაფერი, უკვე სრულყოფილად გვექნება ჩვენი ახალი ხეხილი. სრულიად უფასო და სრულად ფუნქციონალური. და ახლა კი, დღევანდელი ვიდეო ამით დასრულდა. თუ ეს მეთოდი მოგეწონა, ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ დაალაიქებ და გაუზიარებ ამ ვიდეოს ვინმეს, ვისაც შენსავით უყვარს მცენარეები და ხეხილი. და თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, გიწევ რომ გამოიწერო, რადგან ყოველ კვირას ვაგრძელებთ ახალ ექსპერიმენტებს, ახალ გამრავლებებს და ვაზიარებ ტექნიკებს, რომლებიც ნამდვილად მუშაობს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გაგიმარჯოს და მომავალ შეხვედრამდე.